ამ სხდომას დახურულად გამოვაცხადებ, მინდა მოკლე მოხსენება გავაკეთო ირაკლი ოქრუაშვილის საკითხზე. ჩვენ ასეთი ვითარება იყო პროცედურულად, რომ ბატონ ირაკლი ოქრუაშვილს სამდივნოს წარმომადგენელი ტელეფონით დაუკავშირდა ჩვენს ხელთ არსებულ ერთ-ერთ ტელეფონის ნომერზე და ის აღმოჩნდა მოქმედი ნომერი. მან მოისმინა შეტყობინება, რომ ის იყო დაბარებული კომისიის სხდომაზე. ამის საპასუხოდ მან თქვა, რომ ეს ყველაფერი მომწერეთო და გათიშა. რა თქმა უნდა, სამდივნოს წარმომადგენელმა შემდეგ წერილობითი ფორმით არა მხოლოდ სატელეფონო კავშირის მეშვეობით, არამედ საფელდეგერო მომსახურების მეშვეობით კომისიის ხელმოწერილი შეტყობინება ამა და ამ დროს, ამა და ამ საათზე გთხოვთ გამოცხადდეთ 2004 წლიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით ახსნა განმარტების მოსაცემად. აი ამ შინაარსის წერილი გაუგზავნა ფელდეგერის ხელით მის საცხოვრებელ მისამართზე თბილისში. მინიმუმ ორჯერ იყო ფელდეგერი ადგილზე და დაცვამ უპასუხა, რომ არავინ არ არის შინ და ბატონი ირაკლი შინ არ ბრძანდება. ამის შემდეგ ფელდეგერი ჩავიდა ბატონი ირაკლის მშობლიურ სოფელში, სადაც მას ასევე აქვს საცხოვრებელი სახლი ტყვიავში, სადაც ის აღმოჩნდა ადგილზე და მან უარი განაცხადა შეტყობინების ჩაბარებაზე. ასევე ის ჩვენ გამოგვეხმაურა Facebook პოსტის მეშვეობით, რითაც დასტურდება, რომ ის იმ დღეს ლაივში ადევნებდა თვალს ჩვენს სხდომას და რა თქმა უნდა ჩვენი სხდომის განმავლობაში რამდენჯერმე მას მოუწოდეთ გამოცხადებისაკენ. ამ წუთში არის ასეთი ვითარება, რომ სახეზეა კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა. შესაბამისად, შემოგთავაზებთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ეს შემთხვევაც გადაეგზავნოს საქართველოს პროკურატურას. ვინ არის მომხრე? თუ ყველა მომხრე იქნება, დღესვე გაიგზავნება საღამოს ეს მადლობა სხდომას დახურულად ვაცხადებ. ხვალ 10 საათზე მამუკა ყურაშვილი იქნება ჩვენთან მოსმენაზე. ამის შემდეგ ჩვენთან იქნება 2004-2006 წლებში